დილამშვიდობის მეგობრებო, როგორც იქნა გათენდა, განათდა და რა მინდა გაჩვენოთ. ყოველ დილას, აი აქ ნახეთ სახურა არის აი ესეთი სველი. წვიმა არ მინახია, კარგა ხანია. არა, კარგად დასველებულია. ნამის რო ვეძახით რა, ნამიც არ არის. აი შეხედეთ. არ ვიცი რამდენად გამოჩნდება ახლა, მაგრამ ეს არ არის ნამი აშკარად, აი რო იწვიმებს რა, ეგეთი ისა. ყოველ დილას. ანუ დღისით წვიმა არ მინახია, თვეზე მეტია. და ეს რაღაცა ნალექი აშკარად ილექება ყოველ დილას. არ ვიცი. მე ხო გეუბნებით, ამდენი ხანი აქ ცხოვრობ და მსგავსი რაღაცა არ შემიმჩნევია. აი წელს პირველად არის რომ ასეთ რაღაცას ვამჩნევ. იატაკი მეთქი რა ქვია, ასფალტი მშრალია, ანუ გარეთაც, აი შეხედავთ და ინახავთ. ჩვეულებრივად, ხარისხი დაიკარგა. შენიშნავთ რომ მშრალია ასფალტი, არაფერი, აი ეს სახურავებზე, აი ესეთი რაღაცა. მოკლედ, გავცივდი, თუ რაღაცა შემეყარა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. გაგუდული მახველებს გუშინ სამსახურში ვიყავი, დავიხრჩე, რასაც ქვია. ხო თან რატო ვეხმარები ახლა მაგ ფილიალს, იმიტომ რომ კადრი არ არის, ხო თავისთავად ახლა მეც მაქვს რაღაცა პასუხისმგებლობა. თან მეც არ მინდა რომ ვიზარავო და კიდე რაღაცა გამომაკლდეს ხელფასიდან, ამიტომ წვალობ ავატყოფი დავდივარ, სხვა რა გზა მაქვს. ხო და ახლაც მივდივარ რა, დილის სულავარ, მერე მოვალ და მივხედო ჩემ თავს, ცოტას დავიძინებ კიდევაც, ჩავთბები რაღაცა იქნება, მოკლედ და რა ქვია იმას, ხვალ ორშაბათია, ხო, ანუ ჩემ ფილიალში ბრუნდები, მაგრამ გთხოვე, მენეჯერს მეთქი, ძალიან გთხოვ, მეთქი რომ ორშაბათი დასვენების დღე ჩამისვი, რომ ვერ ვარ კარგად თქო რა და იქნებ ცოტათი მაინც მოვიდე გოლზე თქო რა. ხო და გული მიგრძნობდა და ორშაბათს ჩაგისვი დასვენების დღეო. მოკლედ ისე გამიხარდა. ხო, აი ესეთი პატარა რაღაცები გიხარი ადამიანს, ხო. არა, ერთი მხრივ კარგია. არა ვარ მექანიზირებული ბევრი რაღაცებით და პატარ-პატარაც მიხარი ახლა. ხო, კარგით, ახლა მე წავედი უკვე ვაგვიანებ. მართალია ამ სამსახურში, რომელიც ფაქტიურად ჩემ ქუჩაზეა, 5 წუთიც არ მინდა მივა. ხო რა ეს რო იტყვი ქუჩის ბოლოში, აი ესე უნდა მივიდე. ხო, გუშინ კიდე აი მე ისეთი გამაბრაზა ერთმა მომხმარებელმა, მაგას ცალკე მოგიყვებით. აი უტაქტო უზრდელი, აი კაცი რო ესეთი იქნება, მე არ ვიცი, საერთოდ ხო, აი მერე იყოს, ამას მერე მოგიყვებით დეტალებში, მაგრამ აი ამას შეხედეთ რა, არ ვიცი, რა არის ეს, ვინმე მითხარით, ცვარნამს არ გავს, კარგად დასველებულია. ნამი მე ვიცი, აი თუ იწვიმებს ახლა ღამე და რაღაცა, მაშინ სველი უნდა იყოს ასფალტის, ხო ეგრე? მარტო სახურავებია ხოლმე ასე სველი. კარგით, დავიქეცი ახლა სამსახურში. და მშვიდობის, მოკლედ მეც და სოსოსაც გვაქვს აი ესეთი სიცხე, იდენტური რა, მეც 35 და 5, სოსოსაც 37 და 5. მოკლედ, რა ვიცი, რაღაცა ხდება. აქ ბულგარულს და იმას ხარშავ გავატარე. აჰა. როგორც ყოველთვის. ესეთი ნატურმორტი მაქვს. საინტერესოდ გამოვიყურები. მოკლედ, თმები ნახეთ რას მიგავს. და ეს რისი შედეგია ახლა. ახლა უცბად მივხედავთ იმის. რომ მოვედი სამსახურიდან, დავწექი, დავიძინე, რომ მეთქი ისე ძილში მაინც გამოვშუშტებით, ხო? არ ვიცი, მეგობრებო, გუშინ მივედი სამსახურში, ჯამთელი. და იქიდან წამოვედი ალბათ.
ჯერ ერთი რომ ძალიან ციოდა, სადღაც გავაყენეთ ერთი წამით. ძალიან ციოდა. მე როგორც გითხარით, დასაწყისში რაღაცა უცნაურობები ხდება და რაღაცა თითქოს დაყირავებულია თუ მეჩვენება. მოკლედ, ნახეთ. ხო და მოკლედ რომ ვთქვა, გავცივდი, თან სასტიკად გავცივდი. გუშინ ძალიან მინდოდა ვიდეოს გადაღება ყველაფერი, ანუ მქონდა იმის რესურსი რომ გადამეღო დრო და რაც. ხო, ვისვენებ. და ვერ სუნთქავდი საერთოდ. სახში რომ მოვედი, აი პირდაპირ მნიშვნელობით გაგუდული ვიყავი, წვირდა საერთოდ ვერ სუნთქავდი. ანუ აბსოლუტურად ვერ სუნთქავდი. მე ისედაც პრობლემა მაქვს საერთოდ ცხვირზე. სრულფასოვნად ვერ სუნთქავ ცხვირით, მაგრამ ეხლა ეს იყო კატასტროფა. საერთოდ ვეღარ სუნთქავდი. და აქ თუ შეამჩნევთ გადმოვალაგე უკვე. ხო და ეს კიდე რა, ეს ცხვირის ამბავი, ახლა პირით ხო უნდა ისუნთქო ადამიანმა. ახლა ნახეთ, ბრონხებიც სულ დღეში მქონდა, ანუ მახველებდა ეს წელი, მოკლედ, წვირი, ყელი, არ მქონდა არანაირი სუნთქვის საშუალება. იცით როგორი შეგრძნება მქონდა თითქოს დამებერა ეს აგუნკების და ფილტრების და არც იქით, არც აქეთ, მოკლედ, ნერვებს რო ავყოლოდი, გავგიჟდებოდი. დავშვიდი, წყნარად, ეკონომიურად სუნთქავდი. მერე ძლივს მოვახერხე და ჩამეძინებოდა ისეთ დაღლილი ვიყავი. სამსახურის მერე საერთოდ ეგრეა რა, დაღლილი ხარ ძალიან. მუშაობს ხარ აგზა მაგ. არ ვიმუშავებ, ვინ იმუშავებს. ეხლაც ანუ გამოჯამთელებული არ ვარ თავისთავად. ცვავრას ბიუჯეტურად, ანუ გვირილის შაი, დილას დავლი შინდი და გვირილა ერთად. და თავარია ეხლა რომ განთებითი პროცესში არ გადაიცარდეს, მაგრამ მე რატომღაც მგონია რომ უფრო გაციება იქით იყოს, რაღაცა ალერგიული ფონია, რაღაცა ალერგიული, იმიტომ რომ 37 და 5-მდე საერთოდ არის, ეს ჩემი იმითი რა. ხო, მოკლედ ეს წინდების ხსოვა დავიწყე. ეს პირველი არ დამთავრებია ჯერ. რაღაცა ბრონხები ვერ მაგარგად. პორცია უქსოვ რა, მოკლედ ნიკას უქსოვ იმას. ეს არის ალპაკას ძაფი. ალპაკა ცხოველი რო არა, ესეთი საყვარელი, სასაცილო ცხოველი რა, მაგის ბეწვისგან დამზადებული ძაფია. ის მქონდა პონჩო და მოკლედ დავარღვიე რა, იმიტომ რომ პონჩოს სადავხმარო ადრე სკოლაში რომ მუშაობდი, კიდე ვიკეთებდი ხოლმე და ღმერთო, ეს რა ეს არის სასწაული, ესე იგი შალზე ბევრად თბილი. ანუ გულკერძე რომ მქონდა ეს შემოფარებული, აცხელებდა მეგობრებო, აი მართლა თითქოს ის იყო, რადიატორი იყო ჩართული. მოკლედ აი ესე ვარ დღეს. ბრონხები კიდე ისე ვარ. დღეს რა შედარება? სამსახურში უკეთესად ვიყავი, არ დამახველა ისე ხშირად გუშინ. ნუ მოკლედ ვახველე და ვახველე. ხალხი შევაშინე ალბათ. ხო და
მერე იმას ჩემ მენეჯერს ვთხოვე რომ მეთქი ორშაბათი ხო თქვი კიდევაც რომ ესა კონკრეტ ხვალ იმიტომ ვისვენებ რა წესით ახლა კვირა რო იწყება ორშაბათი დასვენების მოხდები ცოტა ისეთ თემა იშვიათად რა რომ ორშაბათს დაისვენო ადამიანმა თუ რაღაც განსაკუთრებული აქ ჭირდება ხო და სამაგიეროდ მერე მთელი 6 დღე უნდა ვიმუშაო ზედი ზედ ხო და ესე მეგობრებო რა ვიცი რა გავაკეთო ეკოლოგიას დედა არ აყავს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ ქალაქში განსაკუთრებით ფანჯარას ვერ ვაღებ არ ვაღებ ცოტა ხანში ესე დაახლოებით 12 იქით რომ გადაცდება ოდამ შემოვაღებ იმიტომ რომ მაგ დროს შედარებით უკეთესი ჰაერია შედარებით მაგრამ თუ გეუბნებით რო გახედავთ მას ქუჩაში რა რო გაიხედებით საში ქუჩებს რაღაც რო გახედავ აი ჩაზო ბოროშია რა აი ბროხები ისეთი მაჟიბა წუის სად არის ხალხო წვიმა ფეზე მეტია მეწვიმა არ მინახია ნუ აი არ მახსენდება როდის მოწვიმა ბოლოს როდის რა ხდება ლიმიტი ამოგვეწო რა სად არის წვიმა არა და ეხლა როგორ ჭირდება ეს წვიმა ჩვენ თავსა ისე სხვათა შორის რა მაინტერესებს აი ხო იყო ხოლმე ზაფხულში მანქანები რო დადიან რო წავენ რა რატო ეხლა არ წავენ ხო შეიძლება არის ამის ისა აუცილებლობა არის მართლა რომ ქუჩები როგორღაც გაირეცხოს და რა ვიცი არ ახსენდებათ ესეთი რამე რომ ზაფხულში გასაგებია სიცხის გამო შეიძლება რაღაცა იყო არ ვიცი ნუ მოკლედ გაიაროს რა ეს მანქანებმა იარონ და მორწყან ცოტა შეღავათი ხო იქნება ხო ცოდოები არ არიან ბავშვები მოკლედ არ ვიცი რა ეხლა ბროხები მიწვეის იმიტომ რომ მოკლედ ახალი გამოჯამთელებული ვიფიქრებ всё ჩაიარა ყველაფერმა გამომჯამთებდი კარგად ვარ რაღაცა ენერგიულად ვარ ისევ არ ვიცი რაღაცა ჯოჯოხეთური წერია ესე ტრიალებთ სოსოს არ ახველებს კიდევ კარგი დიდმა ხალხს თორე არ ვიცი ესე რო კონდეს ბავშვი დაიტანჯება ხო დღეს რაღაცას ვალაგებდი და რამდენი ბარათები მქონია აღმოვაჩინე ბარათი მინისო სუფთა სახლი ეს დინდელია პატარები წამოვიდა მერე ხო პატარები იყო ნიკო რა ნავნეა მგონი ეს ხო ხო ნავნეს ბარათი PSP-ში რატომღაც ორი მაქვს რატომა ვერ ვიყდი ორი ეტყობა ერთი ჩემი არ არის ალბათ სავარაუდოდ ფარმადეპო ავერსი ხო მქონდა სად არის ავერსი სად იყო ის PSP ავერსი და სოსოს ბანკის ბარათი TBC-ის ადრე გავუკეთე რა ისიც გავუკეთე ხო და ესე ძალიან დავიღალე მეგობრებო ესეთი შრომა არ მხლის იმდენად როგორც აი ეს არა სწორი რა ჯანმრთელობის მდგომარეობა ხა რო სად აქა 94 ამოიცვი შარვალი ვერაფრით ვერ დავაჩვიე ეს ბავშვი რომ შარვალი ეცვას სახლში
გასაგებია სითბო არის ყველაფერი, მაგრამ არა დედა მაინც უნდა გეცვას. იმიტომ რაღაცას მაინც გაიპარება ნიავი ჩვენთან ყველა ჭუჭუტაინდან უბერავს. აქ რო ცოტა ხანი გათიშო რაღაცა გამათბობელი და რაღაცა და ერთი რამოდენიმე საათი გაჩვენა გაიყინება. ისე ნოემბერი, არა ნოემბერი, არა ოქტომბერი, ასე თუ ისე ეკონომიურად გამოვძვენთ დენის ამბავში, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვითმენდი იმას, რომ სამერთო გათხოვა ავთავდი პრინციპულად ცოტა გრილო და ყველაფერი, მაგრამ მეჩვენა რომ არ ჩავმეთქვა და დაახლოებით 27 ლარი მოვიდა დენის გადასახად. აი ეხლა რა მოვა არ ვიცი, ვერ გეტყვით. ნახოთ ეს კი კარგი გამოთხოველია. რა კიდე ერთხელ დიდი მადლობა, ესე იგი რა ხელმადლი გააკეთე ხო არ იცი და ეს ირთვება, მერე ითიშება რაღაცა დროის მერე. ნუ კარგად არის ხოლმე, კარგად ხალია ხოლმე ესე გათიშება, მერე ის ირთვება და ვფიქრობ ეკონომიური უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არ არის რომ სისტემატურად იყოს ჩართული. აი ესე საშინლად გაციებული ვარ. თან გუშინ წინ ვიყავით ბებესთან? იქ თვები შევიღებე. მოკლედ იქ შევიღებე თვები, ვანდაც შევღებე. არა, მეთქი დროს არ დავკარგავ რა. ხო და ჩამოვიბადე უბრალოდ რა, არც შამპუნი არაფერი და გავიშრე ყველაფერი ფენით, ანუ იმათაც ხო აქვს ფენი, მაგრამ ისეთი არა როგორც ეკავდა მაგამ რო მაჩქა ეს დიდი ფენი, ეს არის პროფესიონალი. ისე სწრაფად აშრობს და ისეთი ის არის რომ არ ვიცი, აი რო იტყვიან მოშნი. და ჩემდას რა უბრალო ისა რა ფენი ჩვეულებრივი პატარა ფენი. ნეთქობა ვერ გავთვალე, არ ვიცი. და გარეთ რომ გამოვედი შეიძლება მაგის პრანიც არის, არ ვიცი. ესე. ხო, ნაძვის ხე გავრეცხე, ჩამოვიღე უკვე და გავრეცხე. ეს ის შეხვდა გადასწრება. ახლა ვუყურებ ვიდეოს, ძმები წავიდნენ ნიუ-იორკში. ხო და ანუ პირველად და შეხვდა ერთ-ერთი ბლოგერია რა, რომელსაც ვუყურებ ხოლმე და იმას შეხვდა. ხო, საინტერესო ხო ესეც ვიდეო მომწონს, მიყვარს ემოციები, რეაქციები, ეს ატმოსფერო, რაიმე ესე იგი ეს ინდუციროა ციფად. ისეთი კარგი ვიდეო ქონდა, დღეს ვუყურებდი იმას, რომ მოვედი სამსახურიდან, საახალწლო ვაიბი იყო, აი როგორი განწყობა, აი თითქოს იქ ვიყავი და იმ ყველა ემოციას გადმოსცემდა ძალიან კარგად იმას მართლა. და კაი კამერაც აქვს ხარისხის ყველაფერი და ხო რას ვამბობდი, ნაძვის ხე ჩამოვიღე, გავრეცხე, პროგრამაშება მე ავაწყობ. დღეს არის 30 ნოემბერი, დეკემბრიდან ნაძვის ხეს დავდგავ. მართალია ეს თვე გვექნება ცოტა რთული მენეს ეს იმიტომ რომ როგორც წინა ვიდეოდან გაიგეთ, მოკლედ ისედაც რომ რა გვჩება ხოლმე ხელფასი და ეს ყოველდღიური რაღაცა პოსტნეული რომ მქონდა რაღაცა მაგასაც ასე ვთქვათ მოვაკლდებით და რაღაცა გამოსავალი უნდა ვეძებო, ანუ უნდა ვისესხო თანხა ხელფასამდე და როგორმე თავი გავიტანოთ. ნუ მე ვიძახი ეს პოსტნეულის ამბავში, ხა ჩვენ მაღაზიაში იყოს პოსტნეული, მაგას არ ჯობდა, მაგრამ არ არის და ხა დიდი რაც შემიძლია მან ავიღო ხოლმე, ეს არის პური, შაქარი, ესეთი რაღაცები რა. ბრინჯი,
კონსერვები ძალიან ძვირია, ესეთი რაღაცები ძალიან ძვირია, ნუ ბარკრები ვთქვათ, ან რაღაც იქვე რაღაც ესეთი რა. და კი დაგროვდება მერე ხელფასად იქით. ნუ ესეა. ცოტა მეტი რო ყოფილიყო ხელფასი, საერთოდ ზოგადად ჩვენ ქვეყანაში რომ რაღაცნაირად გაიზარდოს ხელფასი და შეიძლება სესხიც არ დაჭირდეს ადამიანს და ნისიებიც არ დაჭირდეს ისე ხელფასიდან ხელფასამდე შეძლოს თავის რჩენა. მე მგონი ყველამ კარგად ვიცით, რა ჯდება ერთი დღე ელემენტარული კვება, უბრალოდ რომ იარსებო რა, რომ პური იყიდო ისინი ესეთი. ახლა მე დასოცა ორნი ვართ მაინც და ბევრი არაფერი არ ხდება, მარაც რომ ვაკეთებ ხოლმე ხო? მე ცოტა ისე ხარჯავ და კომბინირებულად რაღაცებს ჩემი ფანტაზიით მოვიკითხებ ხოლმე რაღაცები. ხო და ყველა სხვა რაღაც ეს უნარები და უწევთ დღეში არ გიქცებით ალბათ სადღაც დღეში 60-70 ლარის ფარგლებში ხარჯავს ხალხი. გადავამრავლოთ ახლა ეს 10 დღეს. ნუ რამდენი უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომ ჯერ მარტო ელემენტარულ საარსებოზე იყოს, ხო? და მე აღარ ვლაპარაკობ იქ რაღაცა დაჭირდა იქ თქვა ფეხზე გაეხადა ფეხსაც ვერ უნდა იყიდოს, იქ კანის ამას უნდა იყიდოს თუ სხვა ხარჯები, რამდენი ხარჯებია ხო? იქ სისუფთავის ახლა იმას გამახსენდა ეს სუფთაცა. სასაცილო საშუალებები ხო ნინო ის ვიყიდე რა ქვია ფერი ვიყიდე ამოვსუთი ერთი გადადგმული ნაბიჯი წინ ხო და მოკლედ ესე დღეს ინტერნეტი გაგვეთიშება ვანდას ვეხვეწე რასაც ქვია თან კი მერიდება ეს დაარიგე მაგრამ მერიდება როგორია ახლა მასესხამული და უნდა ჩამესესხებინა და აი ესე გამოვუწეს და ხელფასი ნაკლები ჩამერიცხა. ვერც შემდეს ვერ გაუსტუმრე, თან რა არის სრულად რო არც გამესტუმრა ვანდასთვის რაღაცა ნაწილს მაინც მივცემდი ხდებით და შემდეგ დღეზე გადავიდოთ ეს. ანუ რაღაც შეღავაც გამიკეთებდა ჩემი და მაგრამ ესეც რო ვერ მივეცე აი მაღაზი მომდის ბრაზი და თან ახლა კიდე რაღაცა რო დაგჭირდება ხო სხვასთვის თან ვის თხოვ ხო თუ საკუთარ დასარს თხოვ საკუთარი ოჯახის წევრს არ თხოვ იმასაც ქვეყანას საფრთხე დასაზრუნავი აქვს ახლა ეგეთი ამბები ხო რაც შეეხება ახალი წლის იმას ესე იგი სამზადისი რა წინა სახელმწიფო როგორც ყოველთვის რა ვიცი ახლაც ესე იქნება ალბათ ხელფასი რო ჩაირიცხება მომზიდავ რაც ახლა ბევრს არაფერს ერთ პატარა ქათამს ვიყიდი ალბათ როცა ცივი გავაკეთა ოლივიეს მასალა იქნება ტოლმას გავაკეთებ რა ვიცი ტკბილეული რაღაცა და ერთი ბოთლი ღვინო შეიძლება შამპანიც არც ნახოთ რა დიდი სველები არა ვართ მე და სუსა სიმბოლურად რო იყოს რაღაცა ლიმონადი ან პანდა კოლა რა ვიცი რაღაცა იქნება ხილი ესე ასე შევხვდებით ხო რა ვიცი კაი იქნება გოზინაყიც მინდა გავაკეთო ოჯახის გოზინაყი მეც სხვა ხო და ნიგოზი ზუსტად წინა სახელმწიფო იმაში იაფდება ხოლმე არ ვიცი ახლა როგორ იქნება იქნება თან კიდე მაღაზიაში იქნება რაღაცეებზე ფასაკლებები ხო იცი მე თვალ სტიოხერია განივთო ხედავ რომ იაფად არის და გინდა რომ ქონდეს მაგრამ მე ყოველთვის ჩემთან ვეუბნები ხოლმე მაგენა ეხლა გჭირდება ესა თუ არ გჭირდება ანუ მოთხოვნები ანუ აი მაქვს თქვა რაღაცა საშუალება ხო ფინანსურად რაღაცა და აი ეს აქცია არასოდეს არ მასქრათ რა როგორ ვთქვა აი როგორც შეერი ადამიანი შევა მარკეტში და რომ გამოწიდავს ყველაფერს რა ესეთი რაღაც უნდა ყოველთვის დაფიქრდე ნამდვილად გჭირდება ეს იმ მომენტში გაძლებ მაგის გარეშე და ესეთი რაღაც რაც აუცილებელია მხოლოდ ის უნდა შეიძინო ადამიანმა იმიტომ არის ეს ადრე მეც ფლან გავდი ხოლმე ასე რაღაცას ვიყიდიდი და მე ვფიქრობდი ახლა ეს საჩქარო იყო ამის ყიდვად ხო ცოტაც მომეწოდა და ის თანხა დამეზოგებოდა სხვა რაღაცაზე დაიხარჯებოდა
ხო 100%. ჩაიცვი უკვე მე რამდენი ხანია გეუბნები. ეს ეხლა რაც უთხარი, ეს კი არა, მთელი დღე ამას ვეუბნები. ჩაიცვი. ხო რა იყო? ჩაიცვი. აი. რა იყო გაფუში? ესე საჩუა. რა იყო? დამეხახო მომები. კაცი. დაგინახო, მოდი. მოდი დაგინახო. აი. გაფუში. რა იყო? ჩამსვიო არ მინდო? იშვიათად ვიყავ ხელში და ვაიმე ეს მეტრები. სავარცხელი მაჩუქა ვანდა. მე მისი. ყატების. სადღაც დავდე ვეღარ ყოველდღე. ой, ჩვენ სახახო გითხარით ეს რა ქვია იმას ზოომაღაზია გაიხსნა ზუსტად აი არკის გვერდზე რა ჩვენ ეზოს ეკუთვნის რა ის პირველი სართული და დაიქირავეს იქ რომ შემოღობეს და ავარიული როა კიდე ის სახლიც გადმოვიდნენ აქეთ და მე აფთიაქი მე აფთიაქი წარი ხომ ჩაიცვისო შემახედე აბა ლაპარაკი მომწოდება. მაჩვენე. გარდა გაწიერთე. ხო, მაცალე გაჭმევთ ახლა. ახლა უნდა ვაჭამო მათ. საათამდე შევაბენს. ესე კაი იქნებოდა ეგეც 24 საათიანი ყოფილიყო ჩვენი მარკეტი. ესეთი ამბები გქონდა. არ ვიცი რა. ერთადერთი რაც აი დისკომფორტს მიქნის ამ ყველაფერთან ერთად კიდე რა ეს გამაგალდა. აი ეს გაცება საიდან გამოწვრა და ეს მაინც ყოფილიყო ცოტა განძეთ ნორმალურად ყოფილიყავი. თან შევს მაძლევა ხოლმე ინსტალი ანუ წამლები რა. ეს სხვა მიყვარს წამლები და მე ისედაც არ მაქვს სადმაკ მაინც ფული რომ წამლები ვიყიდე. არ ვიცი. ვანდა მეუბნება ის სადიო ის ბიულეტინი გახსენე. ეს რა ბიულეტინი უნდა გახსნათ ხო? ანუ ისეც არა ვარ თქო რა, ისე ცუდად და რაღაცა. მე ცუდად ყოფნას ვთვლი, აი მაგალითად წელი რომ გამიშეშდა. წელი რომ გამიშეშდება და ვერ მოძრაობ, აი ეგ არის რომ ვერ დადიხარ რა. ფიზიკურად ვერ მიყავს სამსახურში და ახლა შემიძლია. მოვარიდებ თავს ახლა ადამიანებს, ნიღაბი იქნება რაღაც იქნება გაიკეთებ და იმუშავებ, მაგრამ ჩემთვის აი ეს რთული რა თქმა უნდა ეს ბრონხები ეს ხო კიდე მან გამოცენდა ეს ამ ფილიალს სადაც ახლა ვეხმარებოდი ერთი მოხმარებელი შემოვიდა უცადდელი აი მე მეგობრებო ჩემი ეს არის თაობის ადამიანი და მამრობით ის ხო შემხედე ეგრე მივხვდიო ჩემი თაობის არის რა დეიდაო ჩვენ ესე მომართ მე თურმე მე რომ გავიგე ესე ეძახი სპეციალურად რა გასაღიზიანებო თავის შუაში მაგრამ მე იმაზე კი არ გავბრაზიო დეიდა და მიძახა ან ხო ის ხარ 80 წლის ესა ბებრები მუშაობენო და რაღაც ეგეთი რო და მაგაზე კი არ გავბრაზებულა ესეთ რაღაცებზე მეცინება იმიტომ რომ ხა სულელი ხო არა ვარ და ძალიან კარგად ხვდები რას ემსახურება ეს ყველაფერი ხო ის რომ ეხა ამას მეთქი არ ვაფიქრებინო რომ ანუ და მოკლედ ერთი დროებით თანამშრომელი როგორ ვაქრო ჩაუტარებო მოეწოდა ანუ გავეც კაი პასუხები გავეც ჯერ ერთი მეთქი თუნდაც ბებერი ვიყო ხო ბებერი ვარ თქვა 80 წლისა ვარ რა ცოდვაა თქო სიბერე თქო და რაღაცა და ეს და მე მეთქი თან და ეს ბაბაზე ვიყავი ნოტაზე გაცებული გაგუდური წარმედია და მაგდროს მემატება ხუმრობები ის ადრეც თქვი რომ ცოტა სიცხე რომ ამიწევს ხუმარა ვხდები რა
ხო და მეთქი წვერში რამდენი ჭაღარა გქონია მე თავზე არ მაქვს ამდენი ჭაღარა იმდენად უკვე ესა იცი აი ზეთ მეტებში რომ გადადის ადამიანი ხო მეც არ დავაკი არი ფიქროს ეხლა რომ ვიღაცა ის არის რა და რობოტი ახლა რა მოიგებს და თან აი კაცი ეს უნდა იქცეოდეს და არ ვიცი რა შეიძლება ჩვენ ქვეყანას მეგობრებო მართლა მე რასაც ვუყურებ ხო რასაც ვაკვირდები ყველაფერს კადრობს ადამიანები ანუ ფინანსების გამო ყველაფერს მაპატიეთ და გადაკუცულები არიან ძალიან ბევრ სფეროში ძალიან ბევრი ის ასეთია სახელწოდებას არ აქვს მნიშვნელობა აი ყველაფერს ანუ ის ქონების გასხვისება მიწების გასხვისება ეს ანუ იმის გამო რომ შენ ვითომ რაღაცა იხეირო ხო მან ვერ ხვდები ამ ბევრს და სულ ის მახსენდება ხოლმე არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზე და არ ვიცი რამდენად ეხა ვიღაცა ეტყვის აი რა ესა და რაღაცა არიან ეგეთები ძალიან ბევრი მაგრამ ადამიანი მაშინ ხარ ადამიანი როცა ხარ ასეთი ანუ შეგნებული სულიერი პატივს ცემ შენს მშობლებს შენ წინაპრებს შენ სამშობლოს მოკლედ რა მაშინ ხარ ადამიანი რა სხვა შემთხვევაში უკვე შენ ხარ პრიმიტიული ცხოველი ხო რაღაცა არსებობისთვის რომ რაღაც ის რომ შენ რაღაც მოიხვეჭროს რაღაცა ქონება და რაღაცა ყველაფერზე რომ წამსვლელი ხარ და არ ვიცი აი სინდისის იმას რაღაცა ძაღლს რომ იწვიტავენ და ოღონდ მე დაჟე შვილები არ ადარდებთ შვილები არ ადარდებთ გამომავლობა არ ადარდებთ მე და არ ვიცი რა ის ბრალია ან მართლა twini აქვს მოწამლული და ისე მოიწამლა ხაერიო twini გადაუგვარდა ხალხს არ ვიცი მე ვფიქრობ ადრე იძახდნენ ხოლმე მახსოვს ჯერ რომელი წლები იყო 90-იანები თუ ანუ მესამე მსოფლიო ომიო იქნება ფსიქოლოგიურიო და მართალიც აღმოჩნდა იმ ხელა ფსიქოლოგიური ჩაუტარეს ხალხს რომ twini აქვს ხალხს არეული და იმას ვერ ხვდება რომ ისევ იგივეა იგივეა ყველაფერი აბსოლუტურად უბრალოდ ადამიანებს აურიეს აზროვნება და დააჯერეს ისეთი რაღაცები რაც არ იყო დასაჯერებელი მოკლედ როგორ ვთქვათ აი სუსტი წერტილები მოძებნეს რა ადამიანს და ზუსტად იქ დააჭირეს აი ამ კნოპკებს ხო და რაიცია სამწუხაროა ძალიან სამწუხაროა მართლა ტვინარეული ხალხი დადის და რაც ვთქვათ არაპირდაპირ მნიშვნელობით აბიძურებენ ჰაერს რა ანუ ამისი ესეთი აზროვნებით კარგით მეგობრებო ხა მეთქმა სიცხემაც არ ვიცი რაღაცა ხო და წინდასაც მივხედავ ჩავამთავრებ მეორეს დავიწყებ გავრეცხავ მერე და მიცემ ლაჟბატონს იმიტომ რომ ამ სიცივეში ამ ყინვაში მოპედით დადის მუშაობს მოკლედ ეყინება ეს ხელები ფეხები რა ვიცი როგორ ის რაღაცები აქვს მაგრამ მაინც მოძრაობაში უფრო ცივა ეხლა ისე რომ გაგვიდე ადამიანის ისე ცივდება და როცა მითხრი ხარ სისწრაფი თუ გიბერავს ეს ცივინიანი საშინელება ხო კარგით მეგობრებო დროებით აბა 11 საათია მშვიდობიანი ღამე და ღმერთმა სვიმა მაინც წამოვიდეს და გასუფთავდეს ჰაერი კარგით აბა დროებით